მიწის გადასახადი დამიწესეს და მადლობთ ბატონო, კონკრეტული კითხვა თუ გაქვთ ჩვენს ექსპერტებთან? უპასუხებ თუ შეიძლება, მგონი გაიცი. სამწუხაროდ გაიცია. ისმენთ? აბსოლუტურად ვეთანხმები ამ ბატონს, როდესაც ისაუბრა ხელისუფლებაზე, იმ კუთხით, რომ ნებისმიერ, ესე ვთქვათ, არსებულ ვითარებაზე და მათ შორის ეკონომიკურზეც არის პასუხისმგებელი შესაბამისად ხელისუფლება და ხელისუფლებაში მყოფი გუნდი. ეკონომიკური მდგომარეობა აბსოლუტურად არის დამოკიდებული ამა თუ იმ სახელმწიფოში თუ როგორ ატარებს ის ეკონომიკურ პოლიტიკას და რა რეფორმების კურსი უჭირავს. ამაშიც ვეთანხმები ამ ბატონს, რომ რაც შეეხება უშუალოდ მიწის ფასს, ჩვენი მიდგომა თავიდან როცა ვსაუბრობდით თელ გადაცემების განმავლობაში, კატასტროფა ის კი არ არის, რომ ფასი უნდა გაიზარდოს. კატასტროფა არის გადაცემის მომენტი. ანუ იმიტომ ვერ ყიდულობს ამას ჩვენი მოსახლეობა, რომ ფასი თუნდაც ამ დაბალ დონეზეც არა აქვს ამის გადასახდელი თანხა და ვერ იხდის, იმიტომ სიღარიბის ზღვარს მიღმა. თქვათ 10 თეთრი ღირს 1 ჰექტარი, ისევ მიწას დაუბრუნდეთ. უნდა იყიდოს სოფლად ცხოვრებმა მოსახლემ და ამას მივუწევთ გლობალური ხასიათი. თუ 5 ჰექტარის ყიდვა უნდა, 5000 ლარი ხო არის ეს 5 ჰექტარი. იმიტომ 10000 კვადრატი შედის ჩვეულებრივად 1 ჰექტარში. შესაბამისად, რამდენი მოსახლე გვეგულება დღეს სოფლად, რომ ამ 5000 ლარს უცებ გადაიხდის. მე გეტყვით, რომ ძალიან მცირე და ისიც თუ ალბათ აკუმულირებას მოახდეს ნათესავებიდან ვიღაცისგან ისესწრებს. მაგრამ ამას თუ მივუცემთ გლობალურ ხასიათს, მას იურს იმ სხვასაც რო ყიდვა უნდოდეს, მაშინ როგორ? ამ ხელა უზარმაზარ როსის როგორ გადა? ამიტომ არ არის საუბარია გაყიდვაზე. არ უნდა გაიყიდოს პირიქით, უნდა გადაეცეს უსასყიდლოდ. საქართველოს მოქალაქეებს უპირველეს ყოვლისა, ხოლო მერე უკვე ამ აქტივის ფასი და ამ შემთხვევაში მიწის იქნება თუ ქარხნის გაიზრდება, ხოლო ჩვენ სიმდიდრეს ამ შემთხვევაში, როცა ღია ეკონომიკა გაქვს, სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, სხვა სამყაროსთან მიმართებაში, განსაზღვრავს ის თუ რა ქონების, რა შეფასებული, როგორ არის შეფასებული ეს ქონება, რაოდენობის ქონება გააჩნია ამა თუ იმ მოქალაქეს. თუ მოქალაქეები სახელმწიფოში არიან ესე ვთქვათ, მაღალი ესე ვთქვათ ლიკვიდური აქტივის, მაღალი ფასის მქონე ლიკვიდური აქტივის მქონე, ამ შემთხვევაში შესაბამისად შენი სახელმწიფოც იქნება უფრო მდიდარი და მსყიდველობითი უნარი ამ შემთხვევაში გაუტოვდება იმ ქვეყნებს, რომელთანაც გვაკავშირებს ეს ღია საბაზრო ეკონომიკა და ავიღოთ ესე ვთქვათ, თელი სამეზობლო სექტორი, საიდანაც უმრავლესობა ამ საქონლისა შემოგვაქვს და მოგეხსენებათ დისბალანსია სავაჭრო ესე ვთქვათ ბალანსშიც. თუ შეიძლება, რა პრინციპით უნდა გადაეცეს ეს მოსახლეობა?